ძვირფას სამგეგრძელო რომ ადამიანები რისთვის უბადებით და რისთვის ვარსებობთ რომ შევქმნათ ოჯახი, გაგრძელდეს ცხოვრება, ეყოლოს შვილები და მომავალი თაობა მამ გააგრძელოს ეს ჩვენი ცხოვრება. ეს მეორე ნახევრული სიყვარული არის ძალიან უძვირფასესი. მაგისთვის ვიბადებით ჩვენ ადამიანები რა. და მოდი მეორე ნახევრულ სიყვარულს გავუმარჯოს რა. ორღანებიდან გნოლია ფრინდა აბარდოსო ველი გადაიარა. ისევ ახსდექი მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული სინჯავი არახს. ტყვარზე არაბზედ ისევ ყავიან ქოდაბურებით ავტუხებისა. შენი ტუჩები ისე ტკბილია, როგორც ბადაკი დადუღებისა. ხო ხბობას გნახე მიწურული იყო, როცა ზაფხული რუსთაველისა. ნეტამც ბადაკი არ დამელია, დაიმღეს ხმალი არა მელესა. ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე შემოავტორე გზები ტრიალი, ცხეთასო უმტრიე საკეტურები. ლეწე დაძრები კელაპტრიანი მაგრამ თვითონაც დაილეწება დაბადებულა ვინც ხივჩაღად უზარადიან შესქმარში მოხვდი თავის შუაზე გადამიჭეხა მოდი მომხვიე ხელი ჭრილობას ვეღარ აქხედავს სისხლად ვიცლები როგორც საძროხეს ქვაბსო ხშივარი ქართლის ხეობებს ასდის ნისლები მოდი გეძახი 1000 წლის მერე დამნაცროს ელვამ შენი ტანისა არდის ფუცლობის ნიშანი არის დადღე ახალი პაემანისაო მეორე ნახევრებს დაგილოცავ დავიჯერ მეთმა ძალიან მაგრად გვიმყოფოს ჩვენი მეორე ნახევრები და ცხოვრებისა და სიკვდილის ბოლომდე სპორტული ბიზნესები თუ გააკეთებ და თუ გაინტერესებს ეს ძალიან კაია მე მინდა ამ პატარა სასმისით საქართველოს სპორტულ თევზაობაში ვისაც წვლილი შეუტანია რაც შეძლებია და შეუტანია ეხლა მე არავის არ ვთხოვ რომ გიდათ რა გაუკეთებელი და გააკეთო და რაც არ შეიძლება ის უნდა ქნა მაგრამ ვისაც წვლილი შეუტანია აი ხო ვიცით ეხლა ვის რა გაუკეთებია ცუდი გაუკეთებია კარი გაუკეთებია რა არიცი შეიძლება იმას კარგად მიაჩნია ხო შეიძლება თვითონაც არ იცის ადამიანმა მაგრამ რო ცდილობს ადამიანი რაღაც გააკეთოს აი სპორტულ თევზჭერაში, იმიტომ რომ საქართველოში არა ვართ ისე გათამამებულები, როგორც სხვაგან არიან, ხო? სპორტული თევზაობა სადაც საიდან დაიწყო 2012-დან, რავი, ალბათ 12-დან დაიწყო 13 და ქაოსი უკვე 2012-დან იყო, ხო? და ასე რაღაცა და ნუ რა ვიცი რა, სუპელას აი ბევრს არ გავაგზელებ მე და ვისაც რაღაც წვლილი შეუტანია. ისე წვლილი შეუტანია აი სახელებს აღარ ჩამოვთვლი რა, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის ეს ვინც ამ სფეროში ერკვა და ვინც არ ერკვევა კიდე არც აინტერესებს იმას ვინ რა როგორ და რანაირად. მოდის ყველას აღიგზელო იყოს. მოდის ყველას გავმოდით ბიჭებო, გენაცვალეთ ყველას და სულ ყველა დალოცილები მყავდით. აი ყველა თავისებურად რაღაცა თუნდაც აი აგერ ჩემი იგივე იუთუბერია ხო? რაღაც ხო წვლილი ხო აქვს შეტანილი. ეხლა ვინ რას ფიქრობს რა ვიცი, მაგრამ რაღაცა წვლილი ხო აქვს ხო? არასპორულად აკეთებს რამეს? მაშინ დაურეკე და უთხარი ძმაო და გამოასწორებს. ბევრი შეკითხვა დაუსვია ჩემთვის და მიპასუხია ძმაო, რა პრობლემაა? გამოასწორებს თუ რაღაცა არ გააკეთა კარგად, ხო? მაგრამ ვაროტულად არაფერი არ ქნა და გააკეთე ისე, როგორც წესია. მე მინდა საქართველოში სპორტულ თევზაობას გაუმარჯოს და მაშინ წვლილი შევა ხალხს უყოლას გაუმარჯოს. ამინ, ძმაო. შენ შემოგივლე, თქვენ გენაცვალეთ რა. ბიჭებო მართლაც რომ ეს არის ჩვენს ქვეყანაში, რავი, ძალიან მცირე ხანია რაც დაიწყო ჩვენ ქვეყანაში, აი 2012 წლიდან რაც დაიწყო, რომ სპორტული თევზჭერა ჩამოყალიბდა ძმაო და ძალიან ბევრმა ადამიანმა, ძალიან ბევრმა კარგმა მეთევზემ კარგმა სპორტსმენმა ჩაუყარა საფუძველი ძმაო. და იქიდან მოვდივარ თითოეული ჩვენთაგანი ძმაო. ერთ-ერთი წარმომადგენელი აგერა ყავს ძმაო, ვინც მოყვარულებს ძმაო, აგერ უზიარებს ძმაო. როგორია სპორტული თევზჭერა ძმაო. როგორია ის რასაც აკეთებს, როგორც აკეთებს ძმაო, აგერ ჩვენი გიორგი ძმაო, ეს არის თავისი
იმ ბუნების სიყვარულით, თავისი იმ თევზის სიყვარულით და თავისი იმ აგებით, რაც გააჩნია ძმაო და ის უდებს ძმაო, იმ მოყვარულებს ძმაო. აი, ჩვენ კი აგერ საჯი არის ძმაო, ჩვენ სპორტსმენი ეთევზეები ვართ, ჩვენ ყველა თითოეული ჩვენი წესები ვიცით, აგება ვიცით და რაც ჩვენ ვიცით, რაც თვითონ ვიცის ძმაო, უზიარებს ძმაო ის პუბლიკას ძმაო. დალოცვილი იყავი შენ შემოგივლე, შემოგიო. ხაი. ერთმა დაგლოცოს ძმაო და აგაზლიეროს ძმაო და აი ეს არასდროს არ მოგიშალოს უფალმა ღმერთმა, რომ შენ ეს შენი საქმე, შენ ეს შენი ის ბუნებისამე სიყვარული ძმაო, რაღაცას ჩაანაცვლოს ძმაო და თითოეული ის ადამიანი, ვისაც ძმაო, აი ეს აი სწორად თევზაობა, სწორი თევზჭერა, ეს ადამიანი განავრცობს და უნდა ვეცადოთ თითოეული ჩვენთაგანი. მე შეიძლება პუბლიკაში არ განვავრცო, მაგრამ ჩემს ამეგობროში განვავრცო აი ამ სიყვარულს ჩვენი ბუნებისაგან და გამომარჯოს ძმაო. ვინც აი ეს დაიწყო წამოწყება ძმაო, აი იმ ადგილას ავართ დღევანდელ დღეზე. აი თენგო ბინიაშვილი მაგ ადამიანმა დაიწყო ეს სპორტული თევზჭერა. და მის პაზე ვიმყოფებით დღევანდელ დღეზე ძმაო. მოდი თენგო ბინიაშვილის დამადობით ძმაო. ყველა სპორტსმენ თევზეს დავუწევს. ვეწყობით მეგობრებო, შემოვიდით სექტორში, B სექტორში ვართ ჩვენ. მარცხენა მხარეს ბარნოვი მყავს, იქით დოქტორა მყავს, აქეთ ლევანი მყავს და იქით არის იასონა B-ში. ერთი სექტორი აქეთ არის, მეორე იქით არის და ეს არის პირველი, იქით არის პირველი. ახლა ვეწყობით, ვალაგებთ, აქ ამდენია, დავალაგოთ და ეგ არის. ნახოთ დღეს რა იქნება, მეხუთე ტური არის მეგობრებო და ნახოთ რა იქნება. ათსაათზე იწყება სტარტი. აი მოგვიტანეს ყველა სექტორშია. ასაწონი ყველა სექტორში. წავედით. მეგობრებო, ხა გავაკეთოთ პელეტსი და როგორ ვაკეთებთ პელეტსი, ხა გაჩვენებთ, ჩავყრით ეს კონტეინერში, როგორც გნებავთ ეს კონტეინერში. არის წარე ზამთრის პელეტსია.
აბროს გავაკეთებ, იმიტომ რომ გამომელდიოს. როცა იზირება მეგობრებო, ტურნირი რაღაც წამოვუდგეთ. სას იმით რომ გაგითავდეთ დამატება აღარ შეგიძლია. ჯობია ცოტა მეტი გავაკეთოთ. აი ეს მდგომარეობაში და აი ამ დროს მეგობრებო ამატებთ წყალს ეს მდგომარეობაში წყალში ფარავთ ოდნავ და ტოვებთ 5 წუთი. 5 წუთში დარბილდება ჩვენი პელეტსი და უკვე გახდება წებოვანი მეგობრებო და გრანულებიც არ შეიცვლის მასას, ანუ ფაფასავით არ გახდება და მე არის უკვე მუშა რა. 5 წუთში გადავწუვავ წყალს და ჩვენი პელეტსი მცდარი. მამუკა აუქსმენელს ასაკეთებ. რას ვაკეთებ და ჩვენთვის ასურველი კატეზო დისტანცია მოვნიშნეთ. აი ამ ანუ იქ ხო ნახეთ, სადაც საინტერესო ფსკერია და მე ეს ფსკერი დავაფიქსირეთ რა, რამდენი მეტრია რომ სხვა ჯოხებიც გადავიტანოთ ეს დისტანცია და მე თვახლა და რო გაგიწყდეს შეწოდინება იქ რა დისტანციაზე იქი და უცებ აკრიფავ ისე იგივე დისტანციას. ზეც გამოვიდა. მეც მოვეწყე უკვე მეგობრებო. აი 10 მეტრი რაც არის ავალაგებ ეხა და მეც ავიყვან დისტანციაზე როგორც მამუკამ აიყვანა ეხა და დავიწყებთ. შემოწმება დაიწყო მეგობრებო, ეხა მოდის სიმონიჩი, მამუკა სახიაშვილი ჩვენი მსაჯი. ესე იგი დასაკვები. პელეტი. ეს გაიცა ესო დავაგდე გადაედი. აქეთ ბარნო ვიყავს. 15 წუთში დაიწყება უკვე დაკვება და აბა რა ხდება. იგივე. რაღაც ცოტა ანუ მგონია რომ დიდი ჭერა არ იქნება. არ ვიცი როგორი დღე გველოდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რომ საკმაოდ რთული ზონა შეხვდა. ძალიან მაგარი მეთევზეები ყველა გარშემო და ყველა მაქსიმუმს გააკეთებს რა. ეხა იასონა, ლევანი, შენ, მე და ზაზა ვარ. ო, ეჭველი მაგარი თურა წავა. კაი რთული თევზაობა გველოდება. დარჩენი ვიცი რომ ყველა მაქსიმუმს ეცდება რა. წარმატებები ყველას გარშემო. კაი ხარი. აი თავარია ვინ მოახერხებს იმასთან ადაპტაციას რომ რა ჭერა იქნება დღეს. ძალიან მაგარი თევზაობა გველოდება და წარმატებები ზამთრის ჭერაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. კაი ხარი. წარმატებები. წარმატებები შენც. კაი ხარი. აი დაიწყო სტარტია მეგობრებო, დაკვების სტარტი გაისმა. რა დავკვებავთ? სტარტზე ბარნოვი არ კვებავ. აჰა, გათვლა აქ ბარნოვს, გათვლაზე არ კვებავთო. თვალი მდასვა მეგობრებო. 2 საათის შემდეგ თევზი არ ყვა და საერთოდ და ეხა დასვა. იმედის მომცემია რა თქმა უნდა. აყურება, როგორ მოიყვანს. ლევან თვალი. კარგი მოზილი ჩასარეთ პატარა. შეახსენებთ რომ 14 დეკემბერია მეგობრებო. ზამთრის თევზაობაა ფლეთში. ფლეთის თევზაობა ზამთარში. მეხუთე ტურია. კი, ძალიან მაგარია. მაგარი ზომაა ძალიან.
ლევანი უკამ დაიჭირა. ავწონოთ 6565. კიდე დასვა ლევანიკამ მეორე. შემოიყვანა სექტორში. აუ გაიქცა. გაიქცა. სამწუხა. როგორ გაუხარდა? სამწუხაროდ გაიქცა მეგობრებო თევსი. ძნელად მოსაპოვებელი ამ პერიოდისთვის ნამდვილად. გავაგზავნოთ. ლევანამ დასვა მესამე, სამწუხაროდ მეორე გაიქცა და ახლა მესამე დასვა კიდე. დამატყიდე მერვე. პატარა ვიდი პატარა ანერვიულდა ლევანა. არა პატარა იმედია პატარა არა? მიუშველი აქეთ აკრაი არ მისაო? ლევანიკამ მეოთხე თევზი დასვა. გვანადგურებს. არ არის ეს რა. ეგ აი მოზილი ჩანს, აი. ლევან დანახლოს ახალ იმასთან. ტესტა. დაიჭირა. შეიძლება ვერ ამოვიყვანო. არნომას დაიჭირა, როგორც იქნა. ეს ისე რა, ზადნის პონჩი რა. თორე. წამოხვედი ლაშა უკვე. ბიჭო, ლახა უნდა იყო, რა. მაშინ სხვა პონტას ვაწყობდი უკვე და ანერვიულო არაფერი და მამუკას კი გაასწარი შემდგომი და ჩემი ყავი გიო კარგად და ჩემი ელა უელნეს ყავი და გავიწყდეს რა პატარა საჩუქი
3670 სანერვიულო არაფერი. ზაზამას დაიჭირა ამ სექტორში მარტო დიდი არაა ლევონ 2 კილო. არა ძალიან ადვილად მოდის ლევონ არ იქნება დიდი. Onam kile dayiჭ. მეტი იქნება. 4 და რაღაც. იყვანო იასონ. სასუშას მუშაობს მე მგონი. იგი ზაზამ დაიჭირა. კი. მე დავემართა. იასონ. ვერა მოაწევინე? ვერა. იასონასი მაგარი ზომაცა. ნაი. აკეთად. ამრავლო. მოდი კენაცვალე ფოტომი და შენთან ეგრე
მადლობს შეხა. ორი 1800. კაია. ადი. ბარნომაც აიჭირა. ის მეორე ნახევარში უფრო გააქტიურდა მეგობრებო რა. მე ერთი მყავს, ბარნოს უკვე მესამე ამოყავს. კინოზე ურტყავს და ნელა სათხიანია უეჭველი. იო, კაია. მოდი. ჩემი. წავალგიო. დააწვინე და მოვალთ. აიტეს. დიდი რუტინის შემდეგ მეგობრებო, ორი წელი ამოგვიყვა. ისე მიმასეო. ხო, იმასე. ორა კაია. საკეთებრი კობრი. კაი ხანი ველოდე და როგორც იქნა დავსვი. აი ესეც პოპაპზე დავსვი. აი ესეც. სოთხზე მეტი არის ჩემი აზრით რა. ვნახოთ წონა მეგობრებო. ვა, 5 კილო და 180 გრამი. ვა, საღოლ. მეგობრებო. საკისებრი კობრი. აგუბარო გამახარე. ავიდა. ჩენი ნახევარ საათი მეგობრებო და ბარნოს ამოყავს კაი კობრი. იგარი.
დაძაბული 1.5 საათი. და 40 წუთი და მამუკას ამოყავს კიდევ მორიგითი. ბოლო თევზი ამ ტურნირზე. უკვე რჩება მეგობრებო ტურნირი. მალე მორჩება. ამ პერიოდში ხა პირველად ვითევზავით საამურზე და რა ვიცი, საკმაოდ თევზი უფრო გამოჩნდა რა, საერთო ჯამში რო შევაჯამოთ, თევზი ძალიან აქტიური იყო რა, და ძალიან კარგია და. რა ვიცი, იანვარშიც ნახავთ რა იქნება. თუმცა შაშან იანვარში გავტესტეთ და საკმაოდ მაყოფილები ვიყავ. იანვარი. მოდი დავიწყებ მეგობრებო, დავიწყებ მესამე ადგილი. წონა 13535 გრამით თენგო ბინიაშვილი. რას მოვესწარი? იანი გავიდა? მეორე ადგილი. კი. მეორე ადგილი. წონა 19010 გრამით. ემზარი. მოიწამლე? თუ არა. პირველი ადგილი. იცი რა ისწავლა ესეთი ამ საფრთხეზაობაში არ ვიცი. ბადრის რუინოა ყველაფერი რაღაცა. 25370 გრამი რა. ვა, იასო გეტევა? მე და იასო და თუნდა ძალიან სერიოზული ბრძოლა. აქტიურად ესე არ წამიგია რა ბიჭო ესეთი გამი გიგა კუში ვიწაიუგი. ჩააბარე უკვე. და ბიქვიში გიგა ატყობრო ჩვენ ვიხდით 7555 გრამი. ემზარი. ამსახურებულად. ადექი ფოტოს გადაგიღე. დოქტორად კიდე მოუხერხებია. კი, აბა სუპერია. თავით მეგობრებო, გავწანდებოდეთ იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო ტურნირი და აბა მოდით შეხვედრავთ. დროებით.